საპრეზიდენტო რესპუბლიკა ვიყავით ერთი კაცი, რომელმაც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პირასარჩენო პერიოდია. ხოდებას ეს საუბარი არ შეიძლება. გვესმის, რომ პარლამენტი ეს არ არის ის ადგილი, რეალურად დემოკრატიულ მოძრაობას ძალიან ბევრი კონკრეტული თემის მიტანა სურს საზოგადოებამდე, მოსახლეობამდე და ეს ეხება როგორც მთელი ქვეყნის მოსახლეობას, ისე მაჟორიტარების მიერ თითოეულ მათ საარჩევნო ოლქში მისატან თემებს. ძალიან ბევრი კონკრეტული პრობლემა დგას. უმუშევრობა უპირველეს ყოვლისა. ეს არის ყველას პრობლემა და ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს დემოკრატიულ მოძრაობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხერხდეს სამუშაო ადგილების შექმნა, რა ეკონომიკური ინიციატივებით, რა სოციალური თემატიკის გააქტიურებით, რა ბერკეტების ამუშავებით. არის უამრავი პრობლემა, რომელიც დგას ინფრასტრუქტურული საკითხების მიმართულებით. მაგალითად, უამრავ ადგილას კწანისის ოლქში და ფონიჭალა იქნება ეს თუ სხვა ტერიტორიები, არ არის ტრანსპორტი, არ არის მისასვლელი გზები, არ არის კანალიზაცია, არ არის კომუნიკაციის ელემენტარული პირობები შუა ქალაქში. ძალიან ბევრი პრობლემა დგას. მე ისეთი შეგრძნება მაქვს, ვერ ხვდები, რას აკეთებდნენ ადრე ამ უბნებში მყოფი მაჟორიტარობის და მაჟორიტარი დეპუტატები და ამ თემებზე რატომ არ ამახვილებდნენ ყურადღებას და რატომ არ ყვიროდნენ პარლამენტში ამ თემაზე, რომ ეს პრობლემები მოგვარებული იყოს. სრულიად გაუგნებული ვარ, იმდენი არაადეკვატური რეალობა არის ამ შემთხვევაში კწანიში. მაგრამ ერთადერთი ისი დაპირებად მე შემიძლია. ამ პრობლემებზე იქნება ბრძოლა, ომი, სანამ არ მოგვარდებიან ისინი.